გადავხედოთ სოფლიოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და საერთოდ მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებები წარმოიშვა ყოფილ მოკავშირეებს შორის, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. მთელი რიგი საკითხებია, რაზედაც არ აქვს კონსენსუსი. ამ რაკურსით უნდა განვიხილოთ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირთან განვითარდა, მაგალითად ჩინეთის და ევროკავშირის, ევროკავშირისა და რუსეთის, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების და რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი შეხვედრები, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. Აი ამ რაკურსით უნდა განვიხილოთ აზერბაიჯანის დამოკიდებულება ევროპარლამენტთანაც. ჩვენ საკმაოდ მძიმე ურთიერთობა განვითარდა ჩვენსა და ევროპარლამენტს შორის, მაგრამ ჩვენი ხედვა ამ პერიოდში განსხვავდება აზერბაიჯანის ხედვისაგან გასვლას, რასაკვირველი არ ვაპირებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ ურთიერთობით, ინტენსიური ურთიერთობით თუ არ მოვაგვარებთ, ყოველ შემთხვევაში კამათის საგნები და კამათის შინაარსი გავხადოთ ნათელი ჩვენი საზოგადოებისათვის, რათა მათ გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. აზერბაიჯანს თავისი ხედვა აქვს და ხშირ შემთხვევაში აზერბაიჯანის პრეტენზიები ევროკავშირთან მიმართებაში საკმაოდ ობიექტურ საფუძველზე დგას, ესეც უნდა აღვნიშნოთ. განსხვავებულია გარკვეულწილად ჩვენი და ევროკავშირის, ევროპარლამენტს შორის და ევრონესტიც გარკვეული სტრუქტურაა, რომელთანაც ასევე საკმაოდ ასთა სხვადასხვაობა არსებობს. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ჩვენთვის არის იმის წინაპირობა, რომ ადრე თუ გვიან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილებები ჩვენს მიმართ მიღებული. პარალელის გავლება, რასაკვირველია საჭიროა, შეიძლება აუცილებელიც არის, მაგრამ ჩვენი მიზნები ევროკავშირთან ურთიერთობის თემასთან მიმართებაში საკმაოდ ჩამოყალიბებულია. მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად დაპირისპირებებისა, მწვავე დაპირისპირებებისა, მათ შორის ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, ვინც ევროსტანდარტს პასუხობს ყველა მაჩვენებლით და გაცილებით უფრო წინ არის ვიდრე ბევრი ევროკავშირის ქვეყანა და პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს ისეთი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს ინტერესს. ასე რომ გარკვეულწილად სხვაობებიც არსებობს აი ამ დაპირისპირების ხასიათს შორის, რაც გააჩნია აზერბაიჯანს ევროკავშირთან და ჩვენ რაც გავაჩნია ევროკავშირთან. ნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი. მთავარია სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან რეგიონად რჩება ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩინეთისთვის და რასაკვირველი აქ რუსეთსაც თავის გავლენები გააჩნია. ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და საკმაოდ სერიოზული მსჯელობა ამ საკითხებთან მიმართებაში საჭიროა.